ვიცი რომ ჩემზე ნერვიულობდით და უნდა გენერვიულად კიდეც ბოლოს ისეთ ამბავზე გავჩერდით. მაგრამ დარწმუნებული ვარ ზოგს მთელი ამ დროის განმავლობაში არც კი გავხსენები ვარ. ამიტომ ვეცდები თავიდან შეგაცოდოთ თავი. უკვე 3 კვირა გავიდა იმ საშინელი დღიდან, როცა ქეთიმ განქორწინების საბუთი სახლში თავისი ხელით მომიტანა. Pozat nu გაგონებგას, მაგაჟები ადგილას ახლივიანო. თუმცა ვერ გეტყვით რომ განქორწინების ამბავი ყველაზე ცუდია, რაც ამ ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში მოხდა. კი, სწორედ მიხვდით. ჩემი ძმის მამუკას ჩემთან გადმოსვლა ნამდვილი კოშმარია. ჯერჯერობით განქორწინების საბუთზე ხელი არ მომიწერია. იმის მერე ქეთი არც მინახავს. წერასაც ისევ ვერ მოვაბითავი. მოკლედ ასია, ბედი ისევ განაგრძობს ჩემს დაცინვას, მიმატოვა ცოლმაც, მუზამაც და დამიტოვა ჩემი ძმა. უი, ხო, კინაღამ დამავიწყდა. იმ დღეს თამუნამ მაინც არ დაიჯერა, რომ ის შარფი ნიკას გოგოს დარჩა და გიორგი სახლიდან გააგდო. გიორგი კი სხვაგან საწავიდო და თუ არა ჩემთან. Sketty, ja, kacau. Naši amo ima, ne. Vidio, davkada kali da gitrebi. Evar bicho Georgi var, tsudi araperi ara თქვა. Georgi, შენ ხარ bicho? შეგანა მას არ მოვედოდი. Bicho, გუში თამუნას ვეჭხუბე და სახლიდან გავმაგდო. და აქ დავრჩი რა წუხევ რა. აჰა, ესე იგი ჩემი ერთეული გაიზარდა და უკვე ორეული გახდა, ხო? ბიჭო, ზურა, გადახე ხო, ზურა. გაიგოზე. ვაუ, რატო ღრიალებ, რა გინდა, რატო ღრიალებ? არ ღრიალებ, გელაპარაკები. და ხუთი ღრიალი გინდა. ზურა დაგეკე! მოგლა ხეხლა რა არის? მე უნდა გავიქცე. დღეს იწყება წვნები ხო და დღეს სახში აღარ მოვალ ხავე და აბა შენ ჩვენათი ხავი კაცები არ მოიყვანო სახში. აი რა, მოგლა სანამ მე მოვალ მანამდე ერთმანეთს სასწაული გაიყრებით ძალიან გამიხარდება. აი დეყოფა ეხა დასვენება დავიწყო ვარჯიში. აი მე კიბეებზე ისე დავიღალე რომ კიდე უნდა დავსვენოს. ეგ იცი ბრალია რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით არ ცხოვრობ. როგორ არ ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით? მართლა ისე გარყვნილით? მაგრამ აი ჯანსაღით. იცი მომის მე ფიტნეს კლუბი არის ძალიან კარგი ადგილი მაგარი გოგოს შესაქმნელად. დაკერავ გოგოს რომელსაც 15 კილო დასაკლები. ხვდები? აი და ადვილად დაკერავ. მე ეს გოგო გახდება, ძალიან მაგარ ფორმაში ჩადგება და ეს გოგოც შენია. ესე აი ბიჭის დადის სიმპათიური და ჰა? აია. ხო იცი ეს ბიჭები აქ ვისთვის დადიან, ვარჯიშობენ, მე საერთოდ არ მაინტერესებს. იცი რატო არ აინტერესებს? იმიტომ რომ ის სწრაფად დარბით და რომ ვერ გეწევიან ეგ. გაჩერდით. მიმიშვი. ეხლა მე შენ განახებ როგორ უნდა იყბინო? ისე. მომხიბლო ხავ. მომეცალი. მომე. დალიე.
ის გოგო არ მეყურებდა წეგან მომეწყდა. იცი რა? მიდრე მართლა გავარჯიშე ხა ფეხის კუნთები. მიდი. გავარჯიშო, მართლა სავარჯიშოდ კი არ ვარ მე აქ. ეს შედაშორის ფეხის კუნთების ვარჯიში არ გამოგივიდა, მაგრამ კისერი ხო გავარჯიშე. მიდი ახლა მაშინ აზიდვები გააკეთე. ეს საღამოს თუ ისე წავიდა ყველაფერი როგორც მე მინდა, აზიდებს ისე ეს გავაკეთე. აი რა, ის ამაზე ვარჯიშე. აი ხა მე წავალ იქით ტრენაჟორზე ვივარჯიშე. ლიკუნა. როგორ ხარ? ნიკა კარგია, როგორ უყვარს რა. შენ როგორ გეძინა? ვაი. რა მეძინა ბიჭო, წოხელ მთელი ღამე თაუნასთან შერიგებაზე ვფიქრობდი რა. მოიცა, ერთი წუთით გადავდოთ ეგ თემა. რა იყო? როგორც მე მახსოვს, გუშინ მე მან დავწექი და შენ კიდე აქ. და თუ დამესიზმ რა. არ გახსოვს ბიჭო რომ მე გეუნებოდი რომ მან დავწები მეთქი და შენ ხო მითხარი რომ მან ვერ დაეტევი ცოდო ხარო და ეს დამითმე. ეს ყველაფერი გიომ ისე დამაჯერებლად მითხრა, ვერც წარმოვიდგენდი რომ ტყუილი იყო. მერე გავარკვი ეს სიმართლე და თურმე ყველაფერი ასე ყოფილა. რა მინდა რა აქ რა მინდა რა ეხა ჩემ სახში რო ვიყო რა თამუნა მაგარ საჭმელს მომიმზადებდა ან ერბა კვერცხს შემიწვალდა ან რამე ბლინებს დამიცხობდა ახალ ტაფაზე ჩვენ ტაფებს ხო ზეთი არ ჭირდება უთხარი შემიწე ტაფაზე თუ და რომ გამოგეკიდება მე თან ის ტაფები კი არ იკრავს უბრალოდ ტკენს ნიკა რო არ ყოფილიყო რა და იმის შარფი სუბედური აქ კი არ ვიქნებოდი ხა მე შენ ბრალია მე რატო ათქო ეს სახელი და სოიც რომ ხალსა იყონდა და როგორ ვერ გაარჩიე რომელი იყო თამუნა შარფი რა გავარჩიე ბიჭო თამუნა მისე შემაშინა თავის ეჩვიანობებით რომ ქალის ნივთებს საერთოდ ზედ აღარ უყურე ეგ პირველი შემთხვევაა რომ სახლიდან გამოგაგდო კი ჯერ გამოუცდელი ხარ ნორჩი მე შევხედე მე ცოლ დამშორდა მაგრამ საერთოდ არ განვიცდი ვივიწყებ და არ ნერვიულო მაგრამ მე შევხედე არა ეს საბუთი რომ მოვიტანა გავშორდეთო იმის მე რომ ცდილობ რომ კეთიზე არ ვიფიქრო თქო ეგრეა საჭირო თან ხო ხედავ გამოდის აი ისე საშილად მეძინა მთელი ღამე ისე საშილად კინაღამ გავგიჟდი რა რატო? კაი არავინ არ ხრინავდა და რა დამაძინებდა ეს თქვენ მე რამდენი გაშორება? პირველი ჯერ გამოუცდელები ხარ ნორჩი ორი რამე მიყვარდა ცხოვრებაში და ორივეს დავშორდი კეთი და მეორე რა არის? გიორგი მაშინ პირველი რა არის? ცეკვა გოგო მე იქ დაელაპარაკო და აგიხსნას ყველაფერი ცეკვაზე მეუბნები? არა თამნა გიორგიზე გეუბნები არაფრის მოსმენას არ ვაპირებ კეთი რა ის შარფი უკვე ისედაც ყველაფერს მეუბნება ხა შეიძლება რომ მართლა ნიკუშას დარჩა ის შარფი კეთი შენ არ გაგიგია რომ კაცი ყველაზე მეც ნადირობის ევზაობის და ღალატის მერე ითხოვება? რებს ბოდიალო კეთი ზურა არ გენატრება ხოლმე არა აღარ აი არც მაშინ ღამე მარტო რო დაწვევით სიცოცხლეში და თამუნა დიდი გოგო ხარ უკვე და უნდა იცოდე რომ მაგას მონატრება არ ქვია და შენ უკვე გენატრება ხო გიორგი? მენატრება არა ის და არც რაც ქვია? არა მე მგონი უნდა დაელაპარაკო რა რა დაველაპარაკო კეთი მეტის ღირსი იყო რომ გავაგდეს სულ ტაფები უნდა მერტყა მაგისტვის სახეში მაგდაფების როა როგორ შეიძლება
ჩვეულებრივებისგან განსხვავებით მაკტაფებს ხომ არ ჭირდება ძეთი. კეთი მართალი ხარ? ამიტომ არ უნდა გადამეგდო ის ძველი ტაფები. რა იცი რაში დაგჭირდეს? გემრიელად დაჯდომა და ჭორო. კეთი. მე ცეხე სინამდვილეში მაგიტო გავაგდე გიორგის საქმეთან, რომ მართლა გაბრაზებული. არა, მომისმინე, დღეს უნდა ნახო და წესიერად უნდა დაელაპარაკო. დარწმუნებული ვარ, რომ აგიხსნის ყველაფერს და შერიგდები. აი რა კეთი, აღარ შევრიგდებით, მორჩა რა, მორჩა. ხო, მართალი ხარ. აღარ შერიგდებით. და შენ ციცხოვრებ აქ, მარტო ამ ხელას სახში. არავინ არ გეყოლება. მეც ხშირად არ მეცლება ხოლმე. გიორგისაც ნებელა დაავიწყო. აი კეთი, ნუ მეუბნები რა გთხოვ ეგეთ რაღაცა და შენ აპატიებდი გიოს ჩემ ადგილას? კი. და შეურიგდებოდი? ხო, თამნა შეურიგდებოდი. ხო, იქნებ ჩაუგორდე კიდეც. აი ხუმრე გოგო. ანა, ამდენს ნუ ეჭვიანობს საწყალი გიორგი არას. ნეტა საერთოდ როგორ გიცი? აუ გინდა შენც გაგაგდო ეხლა სახლიდან? სუფთა გიჟი ხარ. აუ ხო. ზოგი ისეთი რაღაცა უთხარი მართლა გიორგის ეხლა ვნანობ რა. ისე მეცნობა ზურას რაღაცები რო უთხარი განსაკუთრებით თანახმავა რა მოთქმე. ხო და აი მე რო ჭუას მასწავლი შენ თვითონ ზურა არ გეცოდება? არა ისე ერთხელ ძალიან შემეცოდა. ისე გავამწარა რომ კედლებს ურტყავდა მუშტებს. მე მეზობელი კაცი შემოვარდა რას ხმაურობდო და ისეც სემა. დავწეკი და დავიძინე. მახსოვს მეცე გამბავი. აუ კეთი. რა შვებიან ახლა ჩვენი ბიჭები ნეტა. დარწმუნებული ვარ ერთად არის. მე უფრო დარწმუნებული ვარ. გადავამოწმე. და ისინი ალბათ ჩვენზე ლაპარაკობენ. ხო, კეთია, ბარა. ისე ბიჭო ეს ბეილი რეალს მაგრამ მოუყვა რა. უცხიბოდა რა. რონალდო ყავს გვერდში და ქვეყანა ფულს უხდიან, ეგრე კი არა. შენ გასაგები. მე მუშაობ აქ. წვნელი ვარ. უკაცრავად. გამოვიდე ახლა. არ წახვიდე. გელი. ოკეი გოგო, ვინ არის? ეკატერინე, ნუ გეხარ ზურგი, თორე გოგო მგონი ხარ რა. ნიკა? აქ საიდანე? როგორ? ვარჯიშო? ოჩო? ლაშა ნიკას თანამშრომელია. დიდი ხანია უკვე რაც ერთად მუშაობენ. აქ მაგარი მსხლებია და მე ვასწავლ. ბიჭო, კაი დარბაზია. დარბაზი კი არ მომისმენ. იმ დროს რომ გიყობდი ბანკში გახსოვს გოგოზე? ძალიან მაგარი გოგოა. აი ის. ხო გახსოვს? აი ისე ის გოგო. აი ისე ქერა. ხო გახსოვს რომ გიყვებოდი რა აი. ის? ხო რა არ გახსოვს? ვიდეო ერთ გამახსენე რას მიყვებოდი რაო? აი იცი რომ ლეი ისეთი სექსი მქონდა თქო ხო რა აი სულ აი საშიღავათო პერიოდი ერთმანეთს არ მივეცით სულ წინსრები წავიყვანეთ ტელეგრამე თქო რა მე აუ ბიჭო როგორ არ გახსოვს აი იცი რომ ლეი აი აუ ბიჭო ლაშო ძალიან მაგარი გოგო გავაცრე რა აუ გინდა მოგიყვერე შევდით გუში ვიდეო აბა ერთ გამოვუში არო ჩემ კიდე ვერ გაიხსენე ბიჭო. ვა. ამაგარია. მაცა ლიკუნა. ლიკუნა გაიცანის ჩემი თანამშრომელი ლაშას ლიკუნა არის. სასიამოვნოა. თქვენ ისაუბრეთ მე ეკატერინეს. ლაშა, ყველაფერს აგიხსნი და მოდი. აი ხა მითხარი იმის ედა. ჰა? მოიცადე ნიკა მართლა შენი შენ დოდო სულ დაგიშდი მგონია სახში ცოლი მისი საჭმელს მიგდებ შენ ერთსა. ლაშა. რა? ყველაზე მთავარი და მოვიწყდა წერა გიგო. კეთი გახსოვს ერთხელ ესე აქ რო ვიყავით, ნაჩხურები ვიყავით მაშინაც და ეს რო გაბრაზებულები რომ ქაქანებდით, გახსოვს?
ხო, მაგას რა დამამიწყებს? აი, მაშინ ისეთი გაბრაზებული ვიყავ, რომ მეგონა რომ საერთოდ აღარ შეურიგდებოდი. შენ ესე გონია ბოლო 13 წელია უკვე. მაშინ განსაკუთრებით მეგონა. მე ძალიან გაბრაზებული ვიყავ, მაგრამ ისეთი რაღაცა გააკეთე ჩვენმა ბიჭებმა, ხე როგორ არ გვეპატიებინა? ხო, გახსოვს რა ებიქნე? ხო. იდიოტი, გენერატია, ნამუსა. რეგველი. პასუხისმგებლობი გენერატი. გენერატი უკვე იყო. მიცაკეთი. ნახე რა ხმა? მე მგონი სიმღერის ხმა. მე მგონი გარედან ისმის, ხო? მე მგონი ეზო სიმღერია. მიკეთი შეხედე, ზურა და გიოგებიან. მღერიან კი არა, ჩვენ გვიმღერიან. თარამბი მომღერლები მოუყვანია და გულიცარა. კაი, ძალიან შეიმჩნევა როგორ ხარი. ხო, მღერიან. და მე სერენადები რო გვიმღერეს? ხო. და მე ყვავილები რომ მოგვიტანეს? ხო. ჯივა პატიოთ. აი მე არ ვიცი შე როგორ ვფიქრობ, თავში ხო არა უარდებათ. რა ვიცი, ისე გიოს ჩემთვის აქამდე ჯერ არ უმღერია და ვარც ჩემთვის არ უმღერია. გიოს რატომ უნდა ემღერა შენთვის? ვისე. მოდი ცოტაზე ვაპატიოთ, ბოლომდე არ. ხო, მართალია. ვაი მე რა ვქნათ? აი რა ვიცი. გავა ხო? აი გავაღებ, ოღონდ ხო გახსოვს არა, ცოტა სერიოზული სახე უნდა მიიღო. ხო. რა საყვარლები არიან. არა და ყველაფერი სხვანაირად იყო. იმ დღეს მე და გიო ცოლებზე გაბრაზებულები მაგრად გამოვთვერით. შუადალევაში სასმელი გაგვითავდა, რაზეც გიო რა თქმა უნდა გადაირია. არც ფული ჰქონდა და დალევის გაგრძელების ერთადერთი შანსი გიოსთან სახლში მისვლა და ბაბუამისის კონიაკის წამოღება იყო. გიოს კორპუსთან რომ მივედით, დავინახეთ ბიჭები ვიღაც გოგო სერენადას უმღერდნენ და თან ცეცხლით გულს უნთევდნენ. ჩვენ როგორც ჭეშმარიტად მთვრალმა კაცებმა სიმღერის შანსი ხელიდან არ გაუშვით და მომღერალ ბიჭებს შევუერთთ. ამ დროს კი თურმე ჩვენ დაბედად ჩვენს გოგონებს სახლში სიმღერის ხმა გაუგონიათ და აივანზე გამოვარდნიათ. სერენადის ადრესატი გოგო კი ზუსტად მათ თავზე იდგა. სიმღერა რომ მოვდეს და გიორგის სახლში კონიაკისკენ დავიძარით. სადარბაზოსთან ცუდი ამბავი დაგვხვდა. მეზობელი გარდაცვლილა და პანაშვიდი იყო. ჩვენ კი ვესაუბრეთ, გიოს კართან რომ მივედით, სარი დავრეკეთ და ამ დროს იქვე ყვავილები შევნიშნეთ. ამ დროს კი ჩვენმა საყვარელმა ცოლებმა გაგვიღეს კარი და ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად შეგვირიგდა. ოკეი. მართალია, ჩხუბის მერე სექსი სხვანაირია. რა ვიცი თამნა, მე მარტო ეგეთი სექსი მქონია. რა. შენ როგორ დამეხმარე ხა თამუნასთან შერიგებაში რა? მე როგორ უნდა დაგეხმარო? არა, შენ თვითონ რამდენჯერ შემარიგე, 11ჯერ შემარიგე ჩემ ცოლთან და მე შემიძლია გასწავლო დაშორებულზე კიდე უფრო როგორ დაგაშორო. მოკლედ, მიგეშინა, ყველაფერი კარგად იქნება. აი რა ბიჭო, შენ მიგეჭიროთ ხა რაღაცა. შენ ხო შერიგება, ან გაყრაგ შერიგების ექსპერტი ხარ რა ფაქტიურად. ექსპერტი? აბა, ექსპერტი რო იყო, შენთან ერთად არ გავიღვიძებდი დღეს. დიდი რა რამე მოიქცე რა. როგორ ხაც უნდა შემარიგე? შარფზე, ჩხუბის მერე შერიგების რამოდენიმე მეთოდი არსებობს. ესე იგი, დიდი ლოდისგან გამოთვლი გულს და აჩუქებ. ანუ მთელი თბილისის ყვავილებს დაკრიფავ და მივუტან. თუ ამ ორმა არ გაამართლა, მაშინ თობს დაწმ და თავს ჩამოიქჩო. ის გაიხსენე 10 ლიტრი წყალი რო უნდა დალიო და მე ტუალეტში მთელი კვირა რო არ უნდა შეხვიდე. მე რო უნდა მიხვიდე შეყარებულთან და რო უნდა უთხრა რომ აი ნახე შენ გამო რას დავებს გავსეო. ეგ ცადე მაშინ შენ. გამოვავი თომ? გეუბნები, ზუსტად ვიცი რაც უნდა ქნა. ესე იგი, მიდიხარ თამუნასთან. ხო. კაცი ხარ და ქალს არ უნდა გავუკვეთრო თავი. ეუბნები, რომ ვიცი რომ ყველაფერი შენი ბრალია და მოკლედ ყველაფერს გპატიობთ ხო? ყველაფერს კარგად აუხსნი შეგირიგებ. კარგი, მოკლედ მე ხლა წავალ. შენ წარმატება მისურვე, აბა? კაი. არ მინდა რა. მოდი საქმეს მიხედავ მე. კარგი. აგამიკეთ. რა მოხდა? აგამიკეთ. რა? რა, მივედი, რას დამარიგე, უთხარი და აი, გაგიჟდა.
აქ ჩემი დანაშაული ბოლომდე ვიგრძენი, იმიტომ რომ გაბრაზებული თამუნა დაახლოებით ასეთია. რა გამიკეთე? ნუ რა გამიკეთე? ესე იგი, გაბრაზებული ცოლი 100 ჯერ მეტად გამიბრაზე. წამოდი რა მომეხმარე რა. ხო, არა, ეგ მეც ვცადე ქეთისთან, ოღონდ მანდაც არ გამოვიდა, არა, მეგონა რომ მარტო ჩემი ბრალი იყო და ჩემზე არ გამოდიოდა, თურმე საზოგადოდ არ გამოვიდა. ხო, მაგას გავითვალისწინე. ზურა. წამომყევი რა, რამე შენ მოიფიქრე. არა, მე რა შუაში ვარ, თან ნახე როგორ გაბრაზებული ყოფილა. კარგი. მაშინ იცი როგორ ვქნათ? მამუკას უთხრა და ჯერ შენი სახლი დავაბომბინოთ და მე მივიდეთ ჩვენ. კაი რა. კარგი. ერთი პირობით წამოვალ ოღონდ. რა პირობი? რა და ფეხსაც მე ვიმაყოვნინე. აი ამასთან როგორ მიღალატე? შენ კიდე განახე. კარგი. რამდენი საერთო გვაქვს? მე და შენ ამის გამო უნდა ვუყვა. სამსახურს გულისხმობ. შენ მოკლავ, ბიჭო, კიდე რა არის მებაცრებ? მოდია. ერთხელ შემეშალა და ეხა ამის გამო. რა ერთხელ? ყოველდღე ახალ ისტორიას მიყოლოდი ახალ კონცეპტს. რა ერთხელ? არა, კი მართალია ხა. ძალიან ბევრს ლაპარაკობს, მეც უნდა შეეუბნები, რომ რამდენს ლაპარაკობს თქვენ უადგილოთ ეს ხალხი. ნაცნაები მითხარი, ბიჭო, მოკლავ. მოდი. კაი, ეცავს დასკნარდი. არ ვაპირებ მე ვუსმინო შენ შეურაცხყოფებს და იმას, რა ვიდგე ესე აქ. აი, რო არ იდგე ესე აქ რასიზა, რო არ ვიდგე ესე აქ. გავცემ. რამდენჯერ მოგიხადე ბოდიში, კარგი, კიდე მოგიხდე თუ გინდა. ბოდიში, არ ვიცოდი შენი ცოლი თუ იყო რა. არ იცოდა, ნუ. კიდე ერთი ბოდიში მინდა მოგიხადულაშა რა. როგ საყვედურობდის რომ შენთან სახში არ ვარ ნაყოფი ყოფილვარ თურმე და აუ შენ მოკლავდო. კარგი რა. მე ეს მომაზრები მოკლავდო, ბოდიში. ლაშალ, ბოდიში, დაწყოთ. აუ, ნიკა, დაგიჭერდა მაგრად გცემიცო. შედით. ნიკა. ეხლა გავიქცევი და ვინმე დავუძახე და შენი მიდრეკი. ლაშა. არ ცემო და არ გაგიბოსრებ რა. ესენი კიდევ დიდხანს ირბენენ ასე და მოდი დრო გავიყვანოთ. ოღონდ ისე რომ შინაარსიც არ დავკარგოთ. აი ბიჭო, რას ფარბენინე მართლა სავარჯიში და კერა მოსულა. აი, ნიკა. მაგრად უნდა გცემო რა. ბაჭი. გაგინდა. გავიშენო ცოტა ხანი. მეც დავი. კაი გავგზავნე. ბოდიში, რალაშა, ბოდიში. არ ვიცოდი შენი ცოლი თუ იყო. საერთოდ არ ვიცოდი ვინმე ცოლი თუ იყო, თორე ხო იცი მე ამ გათხოვილ ქალებს არ ვეკარები საერთოდ. მართლა? მართლა. ხო, მართლა. ხო, მამა შეიძლება არ იცოდი, გათხოვილი რო იყო. ვაფშე ჩემი ცოლი რო იყო. არა, საიდან ვიცოდნო. ეგ მაინც არ გამართლებს, მოდი. კარგი რა. დაისა. ჰა. თუ გათხოვილ ქალებს არ ეკარები? ხო. ის რა იყო რო? წინა კვირას ბარში რო ვიჯექით მე და შენ. ვიღაც გოგოსა რო გაიჩიტე და მე იმის ქმარი რო დაგადგა. მოდი რა. ლაშა, მართლა შემთხვევით მოხდა ეგეც, აი ძალიან გავსხვაშოს ეს ორი სიტუაცია. მართლა? მართლა, ლაშა, მართლა. ხო, მართლა. ნიკა მართლა შორს იკავებს თავს გათხოვილი ქალებისგან. ახლა მართლა არ იტყუება. მართლა. ეხლა უნდა დამშვიდდე მე. ხო რა. აი რა შემჭირდება ეხა ქმარი? ჩვენი ბრეთოს ვიცხოვრებ მარტო რა. მაღლიდან რაღაცების ჩამოღება თუ დამჭირდება დაგირეკავ ხოლმე და სხვა რა უნდა იყოს. ხო, არ ვიცი. მეც ვერაფერს ვერ ფიქრობ. რა თქმა უნდა, კეთიც აქ არის, აბა სად იქნება ეხლა? არცად ვიცი. გამარჯობა. გამარჯობა თამო. აი რას აკეთებ აქ?
ზურას მაგას როგორ ეკითხები ხა? აი, კაცო, რასაც ერთი წუთი მაცადე. ისე ამ დროს ძალიან დავიბენი. ვიდექით ვფიქრობდი, იქნებ რამე ჭკვიანური ვთქვა თქო. კარგი, მოდი მე გავიქცევი. იყავი? რატო მოხვედი? თამუნა. მოკლედ, როდემდე უნდა ვიყოთ ეხა ასე არა? დავილაპარაკოთ და აჰა, მოუნდა ეხა ბიჭერი გეხედა, მოუნდა. ესე იგი შენ როცა გინდა მაშინ მიღალატებ, მე 2 დღის მერე შემირიგდები, მე საწოდავი კიდე რაც შენ გამოყრევი ცოლა და რაც გაგიცანი, ქეთის გარდა არავისთან არ წოლილა. თამნა უხერხულ მდგომარეობაში უმაგდებ ხა? აურა. მასთან ლაპარაკს აზრი არა, ბიჭო. ძალიან გთხოვ რა, მიდი ქეთის შეურიგდი და თხოვე რომ თამუნას თხოვეს რომ როგორმე შემირიგდეს რა. მიდი დაელაპარაკე და შეურიგდი. ხო იცი გაშორებაზე მე და ზურას გვაქვს ავტორო უფლებები. შეჭება ისეთი დავაგებული რო გაქვს სახლი. აი ჩემთან გინდა შარფი და გინდა ქალი 2 კვირა კაციშვილი არა. მიდი უთხარი რა. მიდი. თამუნა. კარგი, წამოდი, იქით გავიდეთ, ცალკე ოთახში გავიდეთ, წამოდი. არა, მაგრამ უნდა გცემ. შენ ეხა დამარტო ძალიან მაგრა. ეს შენა გაუნან იქნა ერთი. ჰა? ამასთან მოუთხილად იყავი მაგარი აპასნი გოგოა. მე რა ვიყო? გადი ერთ წამს. და მომისმინე? რა იყო? თუ ამას ეჩხუბები, ეს იცოდი რომ ჩემი მეგობარია რა ლაშა. ჰა? მეცემ. თქვენ იცნობთ ერთმანეთს? ჩვენ? ეს ის ტიპია რომ გეუბნებოდი დამსდევს პაიმანზე რომ დავაპატიჟო, ვერაფერ ვერ მოვიშორე, აი. მართლა? ლაშა. აი გამაგებინე ვინ არის ეს ქალი? და რეებს ამბობს იგი. მეცემ. რა გამიციხა თქვენ მართლა ცოლქვარი ხართ? კი, ცოლქმარი არიან, ერთი შენ დაგდევს, მეორე მეაზე ხარ. იცი რა ლაშა. მე მგონი შენ უნდა დაანებო ხა ჩემ დევნას თავი. ეგრე ლიკას გაიგდო. შენ ლაშას ეგეთებნე ჩვენ წავედით. კარგი, წამოდი, იქით გავიდეთ, ცალკე ოთახში გავიდეთ, წამოდი. ყავა გინდა? Yes, დამელაპარაკა რა მაგარი. აი ეს ხდებოდა იმ დროს ჩემში, მაგრამ თავი შევიკავე და სულ სხვანაირად მოვიქეცი. ყავა გინდა? მე მითხარი რამე? ხო, ყავა გინდა თქო? არა, მადლობა. ცურა როგორ ხარ? ცუდად ძალიან. გუშინ მთელი ღამე არ მეძინა და მე გიო და ნიკა დავლიეთ და ხან რომელ ბარში ვიყავით, ხან რომელ კლუბში. პახმელიაზე ვარ და თავი მტკივა. შენ როგორ ხარ? რაღაცა უნდა გთხოვო? ცურა გეხვეწები, არ გინდა რა იმ თემაზე ლაპარაკი. ხო იცი რომ გადაწყვეტილება მივიღე და აზრის შესვლას არ ვაპირებ და გეხვეწები, მაპატიე. არა, ვაფასებ შენს გადაწყვეტილებას, მაგრამ მე უბრალოდ მინდოდა რომ მე თქვა სალომე სამშაბათკვირას მე წავიყვან თქო. რა პრობლემა? წაიყვან. ძალიან კარგი. და რამდენი ხანი არ მინახი ხარ? საბუთები რაც მოგიტანე, მაგის მერე გავიდა 3 კვირა. 3 კვირა? მართლა არც მახსოვდა. სინამდვილეში კი იმ დღიდან ზუსტად 2 კვირა, 5 დღე და 7 საათი იყო გასული. ნანუკა. უკაცრავად ერთი წუთი. ხო ნანუკა. ზურა. რა შევი როგორ ახარ? კარგად, შენ როგორ ხარ? სიხარულო? ბიჭო, რას ბოდავ? შენ სულ გაგიდი. არა, არ დამიწყები ხარ, მართლა არ დამიწყები ხარ, უბრალოდ რაღაც საქმეები მქონდა და ვერ დაგირეკე. ბიჭო, შენ ხო არ გამო კარგი, მოკლედ საღამოს დაგირეკავ პატარა. კოცი ბებს.
რას მკოცრი და რა პატარა? ზურა. ესეა. შენ გაბა ჯერ ძმარი. ასე მეტამაშება ხოლმე. მეტამაშება და ახლა ჩემი ძმა არის და დას დამბერ ხარ აქ. აბა ზურგის საკეთო სიმის საკეთო. მაპატიე. შენ როგორ ხარ, რა მითხარი? რა ვიცი, ძველებურად. აჰა. და შენს კი რამე არის ახალი? ხო, ციგნს ვამთავრებ სამკვირაში. ვა, მართლა? და წერა როდის დაიწყო? ჯერ არ დამიწყე, ორ კვირაში დავიწყე. აკუარა კერო, სულელი კაკაზო გაჩერდი რა, გაჩერდი. მე გავაღებ? ესი, მე გავაღებ. ვა, ზურა. კედი. მე გავა. შემოდი, კაცო, შემოდი. ამ რა პრობლემა? რა შეიძლება ხარ? რა ვიცი, მე ისე ზარაფერს თქვენ უნდა შვებით. რა ვიცი, თამნა და გიორგი არიან ოთახში და ველოდებით. ვერ მოითმინეს და ვერ მოითმინეს და ჩხუბობენ. ამას ინადა დახოცეს კინაღამ ერთმანეთს ეს შარფი რო დამჩა, ხო გახსოვთ გოგოსი რა. რამდენი ხანი უმტკიცებდი თამუნას რომ ეს არ არის გიოსბრალი, არ არის გიოსბრალი, ის გოგო მოვიყვანეთ და ჩვენება მივაცევინეთ. ვიცი, მაგაზე უკვე იჩხუბეს? კი, კაცო. და როდის იჩხუბე? აი ეს კვირის წინ რა. და შერიდნენ? ხო რა ვიცი, ხა იმის მერე გუშინ წინ ნახე და ნაჩხუბრებს სარგვანდნენ და. მოიცა. ესე იგი ჩვენ აქ მოიცა. არაფერი არ შეიძლება. ესე იგი თქვენ გეგონათ რომ სანამ თქვენ იჩხუბებდით და შერიგდებოდით, ჩვენც შევრიგდებოდით, ამასობაში მე გიორგი ჩავიდოდა 20 ლიტრიანს ამოიტანდა, თამუნა კარტოფილს შეგვიწავდა თავის ტაფებზე. რომელსაც ხოთა შორის. ჩუმატვა. და დავსხდებოდით და ვიქეიფებდით, არა? ხო რა ვიცი, ზური. თქვენ შერიგებას მაინც არაპირებთ და დაბლა სარდაფში კაი ოციანი მაქვს. თამუნა თავის ტაფებზე შეგვიწავს რაღაცას და ხო არ შეუბეროთ, ა? კარგი. არა, რატო გვაჩხუბებთ? კაი, კი არ გაჩხუბებთ, გარიგებთ, ქეთი რა გჭირს? ხო, ხედავთ რომ რამდენჯერად შეგვარიგეთ, იმდენჯერ ვიჩხუბე და გაგვანებეთ რა. მართალია. ისე რამდენი ხანი ესე ერთ მუშტად შეკრული არ მინახი ხართ და ამართლებს მე მგონი თქვენი გეგმა ხო იცი? ვერ გავიგე რა, რას მეჩხუბებით მართლა და მართლა რა, თან ჩემს სახში რა. რა ჩხუბობ, კაცო, მე იმდენი ვქენი რომ ზურა დამეჯერებინე რომ ვითომ თამუნა მეჩხუბა და ამ შარფის გამო და თქვენ რომ შემეხვედრებინეთ ერთმანეთის. ხო და მეც იცით რამდენი ვიწვალე რომ ქეთი დამეჯერებინა რომ გიორგი გავაგდეს ახლა რომ ზურა ენახა მერე. არა, მეც იცით რამდენი ვქენი რომ შარფი დამეტოვებინა. რამდენი ჩალიჩობ თქვენი გულისთვის და აი, რა გეშველებათ? სურა. ეხა ხო ესენი საერთოდ არ ელოდებიანო თქვენ შეიძლება შერიგდით. ხო და აბა გამოაშტერეთ და შერიგდით. არა? თამუნა რა. როგორ დაგავიწყდა რომ ნიკასთვის გეთქვა რომ ამათვის არაფერი არ ეთქვა. ტელეფონში მესიჯების ნახვა ხო არასდროს არ გავიწყდი? ვიცი რას გეტყვი გიო? კაი გამახსენე ისე. კაი გამახსენე. სხვათა შორის, მე თავიდანვე ვამბობდი რომ ჩემი გეგმის მიხედვით უნდა გვემოქმედა და არა შენი გეგმის მიხედვით რა. შენი გეგმა რომელია რა ერთი? რა და გიო შენ უნდა ყოფილიყავი სახელოვანი, კარგი, სამაგალითო ქმარი, მთელი ცხოვრება სულ ხელის გულზე უნდა გეტარებინე და შემოგხედებდნენ ესენი შეშურდებოდა და შერიგდებოდნენ, აბა რა სიტყვა. მოიცა რა ნუ ბოდავ რაღაც სისულელეებს რა. აიმე.
სულელი ვარ. რა? მე შენ გამოყოლა ცეკვას გავყოლოდი ჯობდა რა. სად უნდა გაყოლოდი, გოგო, ცეკვა, სად? ცეკვა არცად არ წასულა, ქართული იგივე ადგილას დგას, სადაც საუკუნეების უკან. აი ხა შენი დასაცილი ქართული ცეკვა როდიდან გახდა ერთი? სულელი ვარ, რა, სულელი. ხო ვიცოდი რომ ამბიდან არაფერი არ გამოვიდოდა რა, რა სამყევი ამას რა, რა ესე იგი ჩემი ბრალია ყველაფერი, ჩემი ბრალია. ჩემი ბრალია, აბა ჩემი ბრალია. კაი, დაწყნარდი. აბა ჩემი ბრალია ვერ გავიდე. გამომივიდა აქ ანგელოზი რა. ხო მიდი, აბა შეაცოდე ხა თავი როგორ ჩაგრავს საწყალისო. დამშვიდით, ხა ნუ ჩხუბობთ რა. მინაზე დეჟავი შეგზნება მაქვს თუ დღეს მეორე ცოლქვანი დავაშორე უკვე. თქვენ თუ გონიათ რომ თქვენი ჩხუბებთ და ჩვენ რაღაცას გავითამაშებთ რომ თქვენ შერიგდეთ ძალიან ცდებთ როგორც გინდათ ისე შერიგდით მე წავედი მოიცადე ზურა ესეც მოდის სად? ეს ჩემი მშობლების სახლია და შენ სადაც გინდა იქ წადი კარგი სარდაფი ხო მევიყიდი არა? წამოდი 20-იანი მაქვს, იცი როგორი წამოდი? ნახვამდის თამუნა რა, თამუნა. როგორ გამოგაგდო ცოლმა სახლიდან ა? ცოლმა კი არ გამომაგდო სახლიდან, მე უთხარი დაეტიე სახლში მეთქი და ესე დავტოვე. ეკატერინა გიხოეწები საჭმელი დამიდეთებზე. კაი. აი, და საჭმელი სად არის? არ არის? მაშინ გაამზადე და ისე დადე. სად არის? არ მინდა გმადლობთ. არ მინდა. ვისა დღეს მე და ნიკა ფიტნეს კლუბში ვიყავით. მართლა? შენ რა გინდა, რაზე ევარჯიშეთ? აი ეკატერინა მუცლის პრესს ავარჯიშებდა და მე აი შენი თანამშრომლის ცოლი რო შენი საყვარელი აღმოჩნდება და ამას რო შენ და შენი თანამშრომელი ერთდროულად გაიგებთ და თან ეს თანამშრომელი რო ძალიან დაკუნთული არის მაგ სიტუაციიდან გამოძრომაში. რას ლაპარაკობ? ყოჩახ შენ? ისევ სხვის ცოლებს მიახტი? აი მე რა ვიცოდი მე თუ ქმარიყავ და კაი რა. და რა იყო არ ლაპარაკობდით? რა აღმოჩნდა იცი რომ იმ ტიპს ევასებოდა ეკატერინა და ეჩალიჩებოდა. ეკატერინა ესე ჩალიჩებოდა? მოიცა იმ ბიჭს მესამე თვალი ქონდა რომ ეს გოგო თაღი ქვა თუ რა იყო? ალო ზურა როგორ ხარ? კარგად, შენ როგორ ხარ? მეც კარგად სხვა რა ხდება შენსკენ? არაფერი და შენსკენ? და შენსკენ? რამე თქვი ხმამაღლა? რა? ნებისმიერი რამე თქვი ხმამაღლა? რა ვთქვა ბიჭო? კი. კაი ზურა ისე მოგიკითხე რა, მადლობა. ვინ იყო? ვინ იყო და თამუნა იყო და გადაგამოწმა აქ იყავი თუ არა? თამუნა. ზურა. რა. აუ დღეს ისევ შენ უნდა შეგაწუხო რა. მე რატომ უნდა შემოწუხო? აბა სად წავიდე, სად დავრჩები? სადაც გინდა იქ დარჩი, მე ჩემთან აღარ გტოვებ. ისედაც გაბრაზებული ვარ. ესეთი სპექტაკლი მომიწყეთ შენ და შენმა ცოლმა. კარგი რა, ეხა თქვენ სამიდან რომელიღაცასთან უნდა დავრჩე ეხა. დაგჭირ, თქვენ ნორმალურები ხარ? აი ხო, კაი დარჩი ჩემთან აპრობლემა. თან ხო იცი გიო, მე მარტო ძილი არ მიყვარს. საიდანაც ხო გეცნობი შენ ბიჭო, ა? კარგი, ზურის მოყვევი რაც ყველაზე საინტერესოა რა, ხერი ჩენ და ქეთი. იცი რა, სივად შეხვდი თავიდან. მე ვაგზნობინე რომ არ ნერვიულობ, არ განვიცდი და თან წინ მივდივარ. ესე ცოტა ცვაეჭვიანი კიდევაც. რა გამაგიჟებენ ესენი რა? რა გამოდის ესე იგი რომ მე და თამუნა მტყუილად ვიჩხუბეთ. დიახ, ყვილად იჩხუბეთ. და ძალიან კარგია რომ ეგრე იქცევი და აი წინ ეგრე გააგრძელე ხო იცი? გეხოწებით, ნუ მეუბნებით, ეგეც სიტყვის თორე გული მიჩუქდება. ისედაც არ ვარ კარგად. იცი ზურა. ვიცი.
ზურა არ გააღო. არ გააღო ზურა. არ გააღო ზურა. ხო გეუბნებოდი, არ გააღო მეტი. რა გქის? რა გქის? დაჭრილი ვარ. დაჭრილი ხარ? მოგეშინია გონი არ დაკარგო, გონი არ დაკარგო. ამედა ფეხები, რა გიდა, გამანებე თავი. ბატონ მოხვედი, აქ ექიმთან რატო არ წახვედი? ექიმთან. ექიმი არ გავაკონო. კარგი, კარგი. კარგი, რა გავაკეთო? მამუკას ექიმების სიკვდილივით ეშინია. რა გავაკეთო? დედასთან დავრეკო. არა, დედას არ დავარეკო, ეგ უნდა კიდე გაგიჟდება კაცო. მოდი, დაჭექე და მოგიყვები ყველაფერს კაცო. ხო, დაჭექე. წყალი. არ მინდა წყალი, ამ სწორია კაცო. წყალი? მინდა წყალი. მითხარი ეგ ჩეკა. მითხარი რა მოხდა? მითხარი. მოკლედ, წვნები დაიწყო ეს წვნები ვარ პოლიგონზე. ხედავ ჩემსკენ მოდის ესე გზააბნეული ტანკი. არ უნდა მოდიოდეს ჩემსკენ. ხო, ამიტომ ხელს უქნევ. ვერ დაგინახა? რა დამინახავს ტანკშია ეს, ხო? რა დამინახავს? უქნევ ესე ხელს უქნევ, ჩემსკენ არ წამოხვდა, არა, ვერ ხედავს. უცებ გადატენა ქვემეხი გაისროლა. მოიცა ტანკმა დაგჭრა ფეხები. მოიცა რა ტანკმა რო დაგჭრას ბიჭო, ეგეც არა. მოკლედ ეს ჭურვი აფეთქდა ჩემგან საკმაოდ მოშორებით. შორს. მეტყვი ამ თქვევებთან. ხო? ამ მეტყვი ამ თქვევებმა. მოკლედ ცოტა მიწა შეეყარა, ეგ თვალებს შეეყარა. რაღაცა დაპანიკდნენ, დაიწყო საკეთი თუმის სამართო სირბილი, და ხა ეს თქვი ამ თქვევები უჭირავთ და ერთ-ერთს გაუვარდა ეს თქვი ამ თქვევები. ტყუიამ დაგჭრა ფეხები. არა. თქვი ამ რო დაგჭრას ბიჭო, თქვი ამ რო დაგჭრას ახლა არა. ეს თქვია? ხო. მოხდა ანგარში დენტის კასრი იყო და იმას მოხდა და ხო. რომელიც საუბედუროდ შენთან ძალიან ახლოს იყო. აფეთქდა ეს კასრი. მამუკა? რა. გასმერჩი ადამიანი რა გინდა? ისაღოცე მომეცი. ხო, გადავახვიოთ. ჭრილობა გადავახვიოთ. სად არის? არა, მე მომეცი კაცო. არა? ამ აფეთქების ტალღამ. ხო. ჭინჭრებში გადამაგდო. კაი კაცი. ჩავარდი ამ ჭინჭრებში მთელი ტანი დამესუსხა. რასა? კი, აბა მე გავიხადე ეს ფორმა. ესე ისტორიულად დავიწყე ფხანა მთელი ტანი, აი ესე მე ფხანებო და ვიფხან. აი მე დედაჩემო მე ავდექი მთელი ძალით აძალი და ხოლმე გავარდი სამედიცინო პუნქტისკენ მირბივ არ ესე ტანი მიხურს ცუდად ვარ ხო ხდები მირბივ რაღაცა სამოგარი ფეხი დავეცი და იქ იყო რაღაცა შუშის ნადახი და დავეხი ესეთ რა მე ესე დებილურად დამთავრდა ეს ისტორია ისე კი მოუხდა შენ კოლექცია ჩემ პერანგი რა მაგარი მე გააგზავნე რა მოხდა შენ და ლაშაშვილს როგორ დამთავრდა ხო და ბიჭო მე კიდე საღამოს დაგვიბარეს რა სამსახურში რა ბევრი რო არ გავაგრძელოთ ლაშა ჩაალაგე ბარგი და წადი სამსახურიდან რა ნიკა, შენ დარჩი. შენთან სალაპარაკო მაქვს.